რახან ახლა ივლისი დაიწყო, ჩინეთში უფრო მეტად ცხელა. ჰაერის წნევის გავრცელების გამო სითბო იწევს. და უფრო მაღალი ტემპერატურა, ვიდრე წინა წლებში იყო იაპონიაში. კანტოს კოშინის თამაშის ტერიტორიაზე უმეტესად მოწმენდილი ნალექი იქნება. დღის განმავლობაში უმეტესად ციცხე იქნება, ამიტომ უმჯობესი იქნება თავი შეიკავოთ გარეთ გამოსვლით. ახლა კი ახალი ამბების დრო დადგა. ზუაკომეტის შემდეგ ახლა კი ტოკიო მანჯის ბანდასთან. ახლა იყო მსხვერპლი ერთ-ერთი თვითმარცხოვრებელი. მოიცადეთ, სერიოზულად, სიგიჟეა. ინციდენტში 6 არიან დაშავებული, ახლა ისინი საავადმყოფოში არიან. ის, ვინც ინციდენტში მოკვდა, ტაჩიბანა ნაოტოა, 25 წლის. ტაჩიბანა ნაოტო? კიდევ ერთი მსხვერპლი, ტაჩიბანა ნაოტოს უმცროსი და 26 წლის. და მისი ებიდი მაღალ დონეზეა. ტაჩიბანა? ჰინატა? ჩემი ერთი და ერთადერთი შეყვარებული, რომელსაც საშუალო სკოლაში ხვდებოდი. ტაჩიბანა ჰინატა მკვდარია. გესმის, ვიცი რომ მანთხარ. დიახ. რამდენი უნდა გითხრა, შენ ტელევიზორი ძალიან ხმამაღალია. მაპადით. რამბობი ხარ ცხენდელი ბავშვები ახლა? სერიოზულად, რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ, ჰანამაჩი ტაკე მიჩიკუნ. დივიდი, მაშინ რომ უნდა დაბრუნდეს თაროზე, როდესაც ისინი დაბრუნდებიან. ეს ხომ გითხარი ადრე არა? მაპადი, კაი ვიცი ხო, მისე მაპადი ეს გავიგებ. მაგარი ბანწობა? ეი, მოხუცო. რამე პრობლემა გაქვს? არა, მაპატიეთ. სულელო. შენი აზრით აქ რას აკეთებ? როდესაც წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ცხოვრება ასე შემოტრიალდებოდა. საშინელი აპარტამენტში ვცხოვრობ. მენეჯერი, რომელიც ჩემზე ახალგაზრდაა, მეპყრობა როგორც სუფთა იდიოტს. ყველგან ჩემთან ჩხუბი უნდოდა, მაგრამ ბოლოს ბოდიშები ვიხარ. მე ცხოვრების განმავლობაში ერთი შეყვარებული მყავდა, ეგეც საშუალო სკოლაში. ზემოდან მოყოლებული ისე ვაზი შვილი ვარ. საერთოდ ასეთი საწავედი. მე ხუმრებით? იმ დროს, როდესაც რო ვიფიქრე, რომ მოკდებოდი, მშობლებზე ან მეგობრებზე არ მიფიქრია. ტაჩიბანა ჰინატა გამახსენდა. როგორც ჩანს, ტაჩიბანა ჰანაკაკის მეროკლასელი მოეწონა. სერიოზულად, შენ რატომღა? რა შაპირებ, გუშინ სხვა კლასიდან რამოდენიმე ბიჭი გეძებდა. მაგას ნუ მეუბნები რა, ტაჩიბანასანი ძალიან პოპულარულია, რომ იცოდე. ახლა რომ დავფიქრდეთ, მეორე წელი საშუალო სკოლაში რაღაცა უაზრო მეორე წლიანების ბანდაში ვიყავი. და მხოლოდ მაშინ მყავდა შეყვარებული. და ასეთია, როდესაც შენი სურათ შენს წინა ცხოვრებას ხედავ. შიბუია, ახლა ჩვენ ვართ შიბუიაში. ჰეი, ტაკემიჩი. რას აკეთებ? გადმოდი მატარებლიდან. მოდი რა. ნოსტალგია, მაგ ტაკემიჩი რომელიც ყველას საშველებდა. სულელი ამაგიში რომელიც ეგონა სათვალებით უფრო ჭკვიანი გამოჩნდებოდა. ჩვენი ლიდერია კუნი. ტაკი რომელსაც ბავშვებიდან იამაგიჩი ამთვის ბოლოს იაკენი ნახე, რა თქმა უნდა ნახე, ისეთი შვილება. კარგით ბიჭებო. ბანკში ვართ, ხო იცით უკვე რა? მან შევიდა, ხო იცით რა? რამე ხო არ გვეჭამა. ბურგერს გადაირტყავდა კაცი, ერთი კუკურიმა. ღია საყელოა დიდი შარვალი. ეს ვინღა ასეთი მახინჯი ქუჩის ბიჭი. ეს მე ვარ საშუალო სკოლაში.
შაშილად გამოვუყურები, ალბათ მაშინ მივახწია ჩემ პიკს. ჩემი საფულე? 1,500 იენი და ტელეფონი? და ძველი ტელეფონი, კარგი მოგონებებია, ხო იცი? 4 ივლისი, 2005 წელი? მოიცა, ახლა ხომ წესით 1, 2, 3. ზუსტად 12 წლის წინ იყო? ой, ტაკემიჩი. რა საკეთებ? წინა ცხოვრების დანახვა თუ ასეთი რეალური იყო, არ ვიცოდი. სად გქრალ ტაკემიჩი, უბრალოდ გამქრალია. რატომ არაფერი არ აიღე? ნუ მატარებელი უნდა ავიღო და სახში წავიდე. ესეც დიდი მუშაობებდა. რა მითხრა, შენი ბიძაშვილი საშუალო სკოლის უფროსი ლიდერია. თუ ვინმე მესამე კურსელი გაგვიჩმახებს, მას არკომბის სახელი უნდა ვახსენოთ. ჩემი ბიძაშვილი? მას არაკუნძზე ლაპარაკობენ? ეშტა მოიცადე, მას არაკუნის ხსენებით კარგი რა იქნება? ისე ვიკითხოთ თითქოს ვერ ხვდები საერთოდ რაზე ლაპარაკობთ. რა მოხდა? საერთოდ რა გვისმენდი? ტაკემიჩი. ჩვენ მაგარ ჩხუბს მოვაწყობ. მოდით აბა ერთი რიგი დავიკავოთ. ისე რომ დაფიქრეთ, ჯიბუია მასარაკუნი მესამე კურსელი რაღაც ისეთ საკეთებს. ჯიბუია სკოლაში მესამე წლიანთან რაღაც პატარა ომი გვექნება. ჩვენ რა მათ სკოლაში წავით და მათ ვეჩხუბებით? ой, ვინმე რამე უთხარით. ტაკემიჩი, როგორც წერებს ისე გვიყურებენ, უნდა ვეჩხუბოთ. როგორც წერებს ისე გვიყურებენ და მაგიტო ვეჩხუბებით? არა, საჭირო მოჩვენო თავი რამ გეშინია. მათ მაშინ რომ შეხვდები უკანა ხელით არ შეეგებები მანდ? უკანა მხრით? ტაკემიჩი ყოველთვის ხოძია, წინ გაგვიძეხი კომოდორო. წინ დააქციე. მოიცადე. მოიცა. ყველაფერი ძალიან ცუდისკენ ხომ არ მიდის. არ მახსოვს რომ ასეთი რამე მოხდა. მახსოვს რომ სკოლაში ჩხუბს ვაპირებდით. მასარაკოს უთხარი ეს. ой, თქვენ ბიჭებო მესამედან ხართ? დიახ, რომელ კლასში ხართ ერთი? ანუ ჩხუბი ხომ? ჩხუბი? 10 წელია არავისთან არ მიჩხუბია. ჯანდაბა, შეიძლება გამივიდეს. ჩვენ პირველი წლიანები ვართ ამით რატო? თქვენ პირველი წლიანები ხართ? საერთოდ მომწიფდით? ჩვენ რა ყოველთვის ასე ვჩაგრავდით ყველას? ჯანდაბა ასე ვერ გავნაგრდობ. დავშვიდი, რადგან ეს უბრალოდ და ჩემი ცხოვრების გამრევლება. უცნაურია, მეორე წლიანებს ვერსად ვერ პოულობთ. ვისაც დაველაპარაკეთ პირველი ან მესამე წლიანები იყვნენ. სად გაქრნენ? გვერიდებიან? შეიძლება მათ გაიგეს რომ მოდიოდით და დატყდნენ აქედან. რა თქმა უნდა. ეს პარკი გამახსენდა. ნუ შევეო სკოლაში რომ სწავლობდა და შეი არ არიან. უბრალოდ მეუბნებოდა რომ პატარა ლამაზი ქალაქის ბიჭები იყვნენ. ტაკემიჩი? ლამაზი პატარა ქალაქის ბიჭები? ხდებით? ой, თქვენის პატარები ხართლნელებით მეორე წლიანებს ეძებთ. ეს ბიჭები მესამე წლიანები არიან. ჩვენი მეორე წლიანები სკოლის ექსკურსიაზე არიან. მესამე წლიანები ბანკერების ბანდიდან, ისინი ნამდვილი პრობლემები არიან. სახეებს ერთ-ერთზე დაგინაყავთ, ამიტომ ხაზზე დადექით. მალე. თქვენ ხომ მესამე წლიანები ხართ, არა? ჩვენ უკვე თქვენ ბოსთან ვისაუბრეთ. მასარაკუნთან. მასარ? ой, მასარ! ო. მას ვიყვირილი საჭირო არაა მესმის შენ. წოდი დასალევი გვიყიდე, მასარ! და ვინ იხდის? რამდენჯერაც დაგარტყავა სიენს იღება რა? მოდი. 1, 2. მე გადავიხდი. ой, ტაკემიჩი. მასარაკუნი მათ უბრალოდ ემსახურებოდა. ის ჩემთან იწყვებოდა რა ხან. მე მასზე პატარა ვიყავი. გამახსენდა, რაც მოხდა ამის შემდეგ.
არა მარტო საშინლად გცემეს, ჩვენ უბრალოდ ჩვენი საბოლოო შანსიც კი დავკარგეთ. მირი, ადექი. გვაპატიეთ. თქვენ პატარა უხერხემლო ბიჭები ხართ. და თქვენ თავს ქუჩის ბიჭებს ეძახით. ჰეი ბიჭებო, თქვენ ხართ ტოკიო მანჯის ბანდის ახალი წევრები. ჯობია დღის გაძრებამდე იმუშაოთ. კენეულია. კარგად ხარ? ტოკიო მანჯის ბანდა. მართლაც, ყველაფერი აქ დაიწყო. ჩვენი ჯოჯოხეთური დღეები მათ მომსახურეობაში. ყველანი ასე ვიყავით. ამიტომაც ჩაბარების შემდეგ ქალაქიდან უბრალოდ გამოვიქეცი. მარტო დავიწყე ცხოვრება და მუშაობაც დავიწყე. შენ რა სწორედ ეს სერში გიძლია? მაპატიეთ. ვიბოდიშებდი, მაპატიეთ. ძალიან წუხვა. ისევ და ისევ მთელი ცხოვრება მობოდიშებაში გავატარე. ეს საშინელება, ჩემი ცხოვრება სრულდება და მხოლოდ საშინელ ნაწილს ხედავ. გეყოფა მე ყველაფერი ზუსტად მესმის ღმერთო, შენ უბრალოდ იმის თქვა გინდა, რომ ჩემი ცხოვრება ძალიან ცუდი და საშინელი იყო. ჰანაგაკი კუნ დარწმუნებული ვარ, რომ შენ ძალიან ბევრ ამის მიაღწევ. ტაჩიბანა, ტოკიო მანჯის ბანდა. ზუსტად ტაჩიბანას სიკვდილი. ყველაფერი მათი ბრალი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩემთან არაფერი აკავშირებს. მოიცადე. ტაჩიბანას. კარგად ხარ ტაკუია? შობს არავის უთხრა რომ ვიტირე. მაგარი მოსივდა. კასუდონი მინდა. ისე ვარ ნაცემი, რომ ვერაფერს ვერ შევიჭამ. ტაკემიჩი? რა მოხდა ტაკემიჩი? მაპატიეთ. მაგრამ უნდა წავიდე. სად მიდიხარ? ტაჩიბანა როგორც გამოიყურებოდა. დამავიწყდა. ტაჩიბანა? დიახ. რა? ჰანაგაკი-კუნ? ხო, მისი ხმა. მახსოვს. ჰანაგაკი-კუნ. ისე ვიჩხუბე? არ შეიძლება სულ ასე ჩხუბე. წინა კლასად სულ რაღაც უაზრობის გამო ეჩხუბე. კარგად ხარ? საშინლად გამოიყურები. გასუფთავდი მაინც. სახე კასიებული გაქვს. სახვევები გინდა? ტაჩიბანა. ჰინატა. რა? საერთოდ რატო წირი ვარ მე? მაპატიე, არაფერია. სახში წავალ. ჰანაგაკი-კუნ. უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა და სულ ეს იყო. იტყუები, რაღაც მოხდა. შენ თავს საერთოდ არ გავხარ. მითხარი უბრალოდ, მინდა რომ შენს ისახებ ყველაფერი ვიცოდე.
შენი შეყარებული ვარ, რომ იცოდე. სულელა, მაპატიე. ზუსტად, ის ჩემზე ყოველთვის ბრაზობს. პატარა იყო, მაგრამ ძლიერინებით. ბაი-ბაი, ხვალ შევხვდებით. ბაი-ბაი, როდესაც ამბობდა, ყოველთვის მომწონდა. და ჯერ კიდე, მე ჭანდაბა. სულ ეს იყო? ნუ მატყუებ. აბა ახტი. ხედავ, კიდე გაქვს. გაჩვენდით რა. ცდილობ რომ აქ ჩემი მომენტი მქონდეს. მომე რა? გეყოფა ჩვენი დროის გაფლანგვა. გაჩვენდით თქვენ აძირლებო. თელი ეს დრო არ გაჩვენებულ ხართ. ლაპარაკი. ახლა მე საშინელ ხასიათზე ვარ. ან წავდით აქედან, ან მოვყავდით. გაპატიე, დიდი ბოდიში. სახიფათო, ეს ყველაფერი აქ რომ დატოვოთ. მაპატიე. დიდი მადლობა დახმარებისთვის. მომისმინე. როდესაც ასეთი ტიპები გაწუხებენ, შენი თავის იმედი გქონდეს. და რაც არ უნდა მოხდეს, უკან არ დაიხიო. ჩაწერა არ არის საჭირო. უბრალოდ უნდა დაიმახსოვრო. მათნაირებს უბრალოდ ადვილად შეაშინებ. შენ თავში დარწმუნება და ამბის გადაწყვეტა? ეს საერთოდ მე არ მქონია. და შენი სახელი რა არის? ტაჩიბანა. ჩემი სახელია ტაჩიბანა ნაოტო. მოიცადე, შენ ტაჩიბანას უმცროსი ძმა ხარ? ხო, უმცროსი დამყავ. სერიოზულად უფრო ადრე გეთქვა. მოიცადე, შენ დაიკოს მეგობარი ხარ? ტაჩიბანა ნაოტო. ზუსტად 12 წელიწადში ისიც მოკვდება. მე ჰანაგაკი ტაკემიჩი ვარ. შეგიძლია ტაკემიჩი დამიწახ. კარგი. მაგრამ არ ვაპირებ. შენი და გიყვარს? ეგ საიდან მოდის, რა თქმა უნდა, არ მიყვარს. მართლა? რატომ? რადგან ის ყოველთვის მივზანებს რა, როგორ გავაკეთო. გასაგებია. მაგრამ შენ დას კარგად მიხედე. მე შენი და ძალიან მიყვარს. იმდენად მიყვარს, რომ არც ვიცი რა უნდა გავაკეთო. დღეს ის უბრალოდ გამახსენდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გესმის. რაცა უნდა სულელურად ჟღერდეს. 2017 წელს ამ დღეს მე მატარებლის ლიანდაგში ჩავარდი. და როდესაც ვიფიქრე რომ მოვკვდი, უეცრად წარსულში აღმოჩნდი. 12 წლის უკან დაბრუნდი ისე. და ამას რას ეძახით? დროში მოგზაურობა. ხო, ზუსტად. შეიძლება ძალიან დიდ სიზმარსაც ნახულობდე. მაგრამ უბრალოდ მინდა რომ ღმერთმა კიდევ ერთხელ მომცეს ტაჩიბანა ნაოტოს ნახვის უფლება. რას გულისხმობთ? 12 წლის შემდეგ 1 ივლისს შენი დები მოკვდებიან. და ამის შემდეგ შენც მოკვდები. 2017 წლის 1 ივლისი. ეს დღეს გახსოვდეს ნაოტო. და შენი და დაიცავი. ნუ, რა თქმა უნდა, რთულია რომ ასეთი რამ დაიჯერო ხო? ნუ, თუ ეს სინამდვილეა, მაშინ მინდა რომ მომავალი შევცვალო. მე ძალიან შორს დავეცი, ის სრულიად ამოვიწყდა, სანამ არ მოკვდა. დღევანდელი გზნობა, ეს სიკეთი და იმედ გაცურვების გრძნობა. ყველაფრის თავიდან დაწყება მინდა. შენი იმედი მაქვს.
気がつきましたよ。ここは駅の医務室だよ。君はホームから線路に落ちたんだ。2017年7月4日。夢見てたのか。あれ、あんな状況で俺助かったのか。怪我一つしてねえぞ。少し二人で話をさせてもらってもいいですか？ええ、彼が君を助けてくれたんですよ。え？お久しぶりです。誰？立花直人です。え？あの日僕の運命を君が変えた。え？あの日って、いやっていうかお前死んで。君はタイムリープしたんです。そして僕は生きながらえて竹道くんを助けた。竹道くんはタイムリープしたことで今を変えたんです。竹道くん、12年前の今日、君は僕にこう言いました。この日を覚えとけ直人。そんで姉ちゃんを守ってくれ。僕は必死に勉強して警察官になった。姉を守るために。じゃあ立花は。すいません竹道くん、姉は死にました。考えられる手は全て尽くしたんです。でも僕に協力してください。君なら姉さんを救える。俺が立花を。胸ぐらをつかまれ